გაფიცულია რუსთავის პოლოდის 150-მდე თანამშრომელიც, როგორც BMG-ს მეტალურგთა სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირებში განუცხადეს მოთხოვნებს შორის არის ხელფასის 500 ლარით მატება, ასევე პირობების გაუმჯობესება, მათ შორის შრომის უსაფრთხოების ნორმების გამოსწორება, სასადილოს ჰიგიენური ნორმების გამოსწორება და კვების რაციონის შეცვლა. გაფიცულები კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას ზეგანაკვეთური სამუშაო შესრულების დროს 50%-ით გაზრდილი ტარიფის ანაზღაურებასაც ითხოვენ. რა ვითარება მძიმე მრეწველობის სექტორში და რა პასუხი აქვს დასაქმებულთა მოთხოვნაზე კომპანიის მენეჯმენტს, რატომ ვერ ხდება შეთანხმებები დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის გაფიცვის გარეშე. თემურ სურამელაშვილი მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გვერდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო თემურ, მადლობა თქვენი ჩართვისთვის და დროისთვის. რა ხდება ამ დროისათვის, რომ გაგვიახლოთ ინფორმაცია გაფიცულებთან მიმართებით, გრძელდება თუ არა გაფიცვა? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მეტალურგიასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ პროტესტი დასაქმებულებმა თებერვლის თვეში დაიწყეს ყოველგვარი პროცედურების დაცვის გარეშე, რაც სავარაუდოდ დიდ საშიშროებას წარმოადგენდა დასაქმებულ კომპანიას ზარალის ანაზღაურებასთან მიმართებაში რაიმე სასჯელი აღეძრა სასამართლოში. ჩვენ მათ შევთავაზეთ, ჩვენი გვყავს წევრობა, გვაქვს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია და დასაქმებულებს შევთავაზეთ, რომ ეს ყველაფერი კანონის ჩარჩოებში მოქცეულიყო. 13 თებერვალს დაინიშნა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მედიატორი. სამედიაციო პროცედურა, როგორც მოგეხსენებათ, 21 დღეს მოიცავს. სამწუხაროდ ამ 21 დღეში ვერ მოხერხდა დამსაქმებელთან შეხვედრა, ორმხრივი მოლაპარაკების მაგიდასთან ორმხრივი შეხვედრა და 5 მარტს ამოიწურა მედიაციის 21 დღე. უკვე მერე დასაქმებულებთან საუბრის, მათი გადაწყვეტილების შედეგად 19 მარტს ჩვენ პროცედურულად ვალდებულება გვაქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს და დამსაქმებელს 3 კალენდარული დღით ადრე უნდა ვაცნობოთ გაფიცვის შესახებ. 19 მარტს ჩვენ დასაქმებულების მოთხოვნით ვაცნობეთ როგორც ჯანდაცვას, ისე დამსაქმებელს გაფიცვის შესახებ და 22 მარტს დილის 10 საათზე დაიწყო გაფიცვა 150 კაცის ოდენობით. ეს არის წამყვანი საამქროები, არის სორტული საამქრო, არის ფოლადსადნობის საამქრო, იქ მეღუმელეებით, ჩამოთმელები და ასე შემდეგ. ბატონო თემურ, მედიაცია რატო ვერ შედგა? აი 21 დღეში. მედიატორი მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ შეხვდა დამსაქმებელს, ერთხელ დამსაქმებლის წარმომადგენელს და მეორე შეხვედრა უკვე იყო 5 მარტს 21 დღეს, ბოლო დღეს მედიაციის და მედიატორით დამიკავშირდნენ. მე მედიატორი გამოვიდა შეხვედრიდან კონტაქტზე და უნდათ მე მივსულიყავი მათთან შეხვედრაზე მხოლოდ და მხოლოდ იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომ 1-21 დღიანი ვადა პერიოდი კიდე აგვეღო მედიაციის. რათა მოლაპარაკებები გაგრძელებული. მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც დამსაქმებელს მოლაპარაკების მაგიდასთან დაждდომის მზაობა აქვს, სულაც არ არის საჭირო ამისთვის კიდევ ერთი 21 დღიანი სამედიაციო პროცესი. 1-21 დღიანი მედიაციის პროცესის დამთავრების შემდეგ დასაქმებულს უკვე აქვს კანონიერი უფლება გამოიყენოს გაფიცვის უფლება. კი ბატონო. ბატონო თემურ, ცნობილია, მე ვახსენე რუსთავის პოლოდის გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები. იყო თუ არა მეორე მხრიდან გარკვეული ტიპის შემოთავაზება აი ამ ორ შეხვედრაზე, რა ამაზე მსჯელობა იყო და ამაზე გავაგზავნოთ მსჯელობა თუ არ ყოფილა რაიმე შემოთავაზება, თქვათ 500 ლარით მატება არის მოთხოვნილი და იყო რომ თქვათ 300 ლარით გაიზრდება ხელფასები. ამ რაიმე ტიპის ესეთი კომუნიკაცია იყო დამსაქმებელთან? ძალიან კარგი შეკითხვაა, მადლობა ამ შეკითხვისთვის. დამსაქმებელმა რატომღაც ესეთი რაღაც მოიფიქრა, შექმნა ჯგუფი, დასაქმებულებისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც ამ პროცესებიდან, სამედიაციო პროცესებიდან საერთოდ აცილებულია. რა თქმა უნდა, იქ დასაქმებულებით შედგებოდა ეს 15 კაციანი ჯგუფი, მაგრამ ამ სამედიაციო პროცესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამ ჯგუფს და ამ ჯგუფთან იყო მხოლოდ და მხოლოდ ხელფასის მატების საკითხი განხილული. თავიდან იყო 100 ლარიანი მატება, შემდეგ უკვე დასაქმებულებს უთხრეს, რომ
1 აპრილიდან მოამატებდნენ დარიცხულ, ანუ ყველა გადასახადით 50 ლარს, 1 მაისიდან ისევ 50 ლარს, 1 ივნისიდან 50 ლარს და 1 ივლისიდან კიდევ 50 ლარს, ანუ 4 ეტაპად. როგორც მოგახსენეთ, დასაქმებულების მოთხოვნა 500 ლარიანი ხელფასის მატება არის, რაზეც თვითონ საინიციატივო კომისიის წევრები არ დათანხმდნენ ამას, მათ შორის ჩვენი წევრიც იყო, პროფკავშირების წევრი და უთხრეს პირდაპირ რომ იქ არის კიდევ სხვა საკითხები, რაზედაც გვიწევს აფიცვაზე გასვლა და როგორც მოგახსენეთ, ეს შეთავაზება ხო, დამსაქმებელს შეიძლება კონდეს საკუთარი პოზიცია, ხო და მთავარი ამ პოზიციაზე იყოს მსჯელობა, რადგან შეიძლება გლობალური ბაზარზე ფოლადისთვის ახლა კარგი პერიოდი არ იყოს და მოკლედ განხილვის თემა შეიძლება იყოს. აქ ზეგანაკვეთურ სამუშაოზეც არის საუბარი და პირობების გაუმჯობესებაზე, ანუ ეს ნაწილი განხილვაში არ ყოფილა. ახლა ამ ეტაპზე, როდესაც გაფიცვა მიმდინარეობს, რა არის ასე ვთქვათ თქვენი სამიზნე ამოცანა, რის მიღწევას ასე ვთქვათ გეგმავთ უახლოეს მომავალში? რომ დღეს ის მილი დასაქმებულების, რომლებიც გაფიცვაში მონაწილეობას არ იღებდნენ, მათთან მივიდა დამსაქმებლის წარმომადგენლობა და სთხოვეს გაეშვათ ფოლადსადნობის საამქრო. დასაქმებულებმა ამაზე უარი განუცხადეს და ეს ადამიანებიც გარეთ გამოვიდნენ დღეს, შეუერთდნენ იმ გაფიცულ 150 თანამშრომელს. ფაქტობრივად ფოლადსადნობი თითქმის 100%-ით გარეთ დგას როგორც სორტული საამქრო, ეგრეთ წოდებული სორტული საამქრო. ჩვენი პირველი მზაობა ჩვენ რაზეც გვაქვს, აქამდეც ესე გქონდა და საერთოდ პროფესიულ კავშირებს მიგვაჩნია რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და საკითხების ესე გადაწყვეტას შრომით უფლებებში რაც აქვს დასაქმებულებს პრეტენზიები, ამას ალტერნატივა არ აქვს და დღესაც მზად ვართ იმისთვის, რომ დამსაქმებელთან ერთად მაგიდასთან დავჯდეთ და გადავწყვიტოთ ის პრობლემები, რაც სამედიაციო მოთხოვნებში დასაქმებულებს აქვთ. იქ ხელფასი, ზეგანაკვეთური შრომის 50%-იანი ნამატი თანაზღაურება, სასადილოს პირობების გამოსწორება, როგორც ჰიგიენური, ისე კვების რაციონის, კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება, ის რომ გაფიცვაში მყოფი დასაქმებულების შემდგომში არ მოექცნენ რამე ზეწო, რაიმე სახის ზეწოლის ქვეშ, იბა თუ პირდაპირ არ მოხდეს მათი დისკრიმინაცია, განთავისუფლება და ასე შემდეგ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია კიდე მათი სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესება, დამსაქმებელმა შეცვალა სადაზღვევო კომპანია, სამედიცინო სადაზღვევო კომპანია, რომელიც როგორც დასაქმებულები გვეუბნებიან, არ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს და იმ საკითხებს, რაც მათი ჯანმრთელობიდან გამომდინარე მათთვის აუცილებელი საჭიროება არის და ჩვენი მიზანი საბოლოოდ რომ შევჯერდეთ, მინდა გითხრათ, რომ არის ის დამსაქმებელი გამოვიდეს კონტაქტზე, არ წავიდეს რაღაცა სხვა ირიბი გზით, არ ეცადოს რომ სხვაგვარად რაღაც შეფარვით მოახერხოს დასაქმებულებთან კონტაქტი და ეს სამედიაციო პროცესი არ ჩახსნას, სადაც პროფესიული კავშირები არის ჩართული ისევ და ისევ დასაქმებულების მოთხოვნით. კი ბატონო. ბატონო თემურ, აი სამ პროფესიულ კავშირებზე ახსენეთ და არ ჩაიხსნას ეს პროცესი, შეიძლება პირდაპირ არ ეხება, ახლა თქვენ არ გეხება და თქვენს მიმართულებას, მე ვახსენე ასევე პროტესტი, რომელიც ჭიათურის მაღაროელების მიერ მიმდინარეობს თბილისში გადმოინაცვლა ამ პროტესტმა. იქ საუბარი იყო გარკვეულწილად პროტესტის მონაწილეები უკმაყოფილო იყვნენ პროფკავშირების საქმიანობით, რაღაც მოთხოვნაც გაჟღერდა, რომ მათი წარმომადგენელი გამოვიდეს და დაემატოს პროტესტის მონაწილეების და ადამიანების წარმომადგენელი პროცესში, სამედიაციაში. რა ხდება მაგ ნაწილში? პროფკავშირების ჩართულობა რამდენად მნიშვნელოვანია? აი ამაზე რო ვისაუბროთ და თუ იცით რა ტიპის უკმაყოფილებაა ჭიათურის მაღაროელების შემთხვევაში. კი ბატონო, მოგახსენებთ, სრულად ინფორმირებული ვარ. სამწუხაროდ და ძალიან დიდი კითხვის ნიშანი გვაქვს, რატომღაც ჭიათურაში პროტესტის აი ამ აქციების ლიდერების მხრიდან წავიდეს პროფესიული კავშირები ჭიათურიდან და დამსაქმებლის მხრიდან მე ხელთ მაქვს ახლა 11 მარტს მოგვივიდა ჩვენ ოფიციალურად
მასობრივი დათხოვნის შესახებ წერილი კომპანია CMC-დან, ეს არის ჭიათურ მენეჯმენტ კომპანია, რომელიც ჭიათურის აუზში, ესე ვთქვათ, მოქმედი მაღაროების მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით არის შემოსული ჭიათურაში და მათგან მოგვივიდა წერილი, რომ ვაცხადებთ მასობრივ დათხოვნას. ეს წერილი ჩვენთან ოფიციალურად მოსულია 2025 წლის 11 მარტს 16 საათსა და 56 წუთზე. და კომპანიაც გვიცხადებს, რომ გადის კოლექტიური ხელშეკრულებიდან და რომ ეს წერილი ცნობად უნდა მივიღოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ის აღარ შეასრულებს კოლექტიურ ხელშეკრულებაში გაწერილ ბენეფიტებს. აღარ გაცემს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კი პროფესიული კავშირები ჭიათურიდან გავა, დღეს ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულ 3620 თანამშრომელს ავტომატურად აღარ მიეცემა აღარ 60%-იანი ხელფასი, რაც კოლექტიურ ხელშეკრულებაში დევს, აღარ ექნება სამედიცინო დაზღვევა და აღარ ექნება ის ბენეფიტები, რისი დავალიანებაც დამსაქმებელს უკვე აღებული აქვს და წერილობით აქვს აღიარებული, რომ ეს არის მისი ვალი და უნდა გადაიხადოს. ფაქტობრივად მივდივართ იქამდე, რომ რაღაცებს ბმა აქვს ერთმანეთთან ხვდებით და ამიტომ ჩვენ გვირჩევია ეს ხო დასაქმებულებაც იციან სამართლებრივად რო ასე მოხდება გასვლის შემთხვევაში პროფკავშირების, მაშინ რატომ არის ეს მოთხოვნა? აი არ ვიცით, მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომ არის ეს მოთხოვნა. გამწუხაროდ ამ პროტესტის აქციის ლიდერები აი ამას აჟღერებენ, რომ პროფკავშირი უნდა წავიდეს ჭიათურიდან. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო და უთხრა ჭიათურელ მაღაროელებს, მინდა უთხრა ქალაქ ჭიათურის მოსახლეობას, რომ როგორც კი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება თანხმობა სიტყვის ჭიათურიდან გასვლაზე ანულირდება კოლექტიური ხელშეკრულება, სადაც ყველა ის ბენეფიტია გაწერილი, რითაც დასაქმებულები სარგებლობენ, მათ შორის ის 60%, რისი დავალიანებაც მარტის თვის ჩათვლით აქვს დამსაქმებელს დასაქმებულებთან და კოლექტიური ხელშეკრულებით ჩვენთან არის ვალდებულება ამისი აღება. კი ბატონო, მადლობა ბატონ თემურ, წარმატებებს გისურვებთ, მადლობა ჩართვისთვის, საინტერესო პასუხებისთვის. თემურ შურამელაშვილი, მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე იყო საქმის კურსის პირდაპირ ეთერში.